თქვენი მტერია, ვინ თქვენ გითხრათ, რომ ეგ სიმსივნეს და კიდე რამეს კურნავს, არაფერს არ კურნავს. ეხლა არ შეიძლება რაღაც სახის კრემი და რაღაცა შეიძლება კეთდება, თოკიც კეთდებოდა ოდესღაც კანაფისგან, ეგ სხვა თემაა, კაცო. მაგრამ მაგის სისხლში შეყვანით და მოწევით, რომ რამე სიკეთე გემართება, ეგ არ დაიჯეროთ ხალხო. ვინც ეგ გითხრათ, ის არის თქვენი მტერი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ყველა დროის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მცენარე ჯანმრთელობისთვის აშიში არ არის. მეტიც სასარგებლოა. მტერი, იმიტომ რომ მაგან ეგ იმიტომ გითხრათ, რომ მაგის ბიზნესი უნდა და საქართველოში და მაგით მილიონები უნდა ეშოვა. თქვენ ფეხებზე კიდიხართ, კაცო. თქვენი 16, 17, 15 წლის შვილი მაგას მოიხმარს თუ არა, ფეხებზე კიდია. იმის მიდგომა არ რომ კისერიც გიტეხია. მოწიე რამდენიც გინდა. თავარია რომ ისი შოვის მილიონებს. მთელი ეს პროპაგანდა მაგას ემსახურებოდა. არ დაიჯეროთ ეგ რომ მაგას რამე სარგებლობა მოაქვს. ვინ შეძლებს ეხა მაგას თავი დააღწიოს, ვინ არა, მე მაგის ფსიქოლოგი არა ვარ, მაგრამ არავინ არ დაიჯეროთ რომ მაგას რამე სარგებლობა მოაქვს ვინმესთვის. მაგას მხოლოდ ზიანი მოაქვს და განადგურებს ყოველ წამიერად. ამის დეკრიმინალიზაცია რომ მოახდინეს, ამათმა განაჩენი გამოუტანეს პირველ რიგში ახალგაზრდებს. უამრავ ახალგაზრდას, რომელიც მანამდე არ იყო მომხმარებელი და დიდი შანსი იყო რომ არც არასდროს გახდებოდა, ამის დეკრიმინალიზაციით ამათმა გამოუტანეს განაჩენი.